შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა ის, რომ გიორგი მამნიაშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ღირსების შემლახავ ქმედებას ადგილი. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გაშიშვლება იზოლატორში არის პროტოკოლის მიხედვით დადგენილი. დგინდება, რომ მამნიაშვილი გააშიშვლეს და მას ბუქნები გააკეთებინეს. ამ ფაქტს არ უარყოფს ალექსანდრე დარახველიძე. ახლა ის ცდილობს, რომ საზოგადოებას დააჯეროს თითქოს ჟურნალისტი, რომელიც საპროტესტო აქციას აშუქებდა და რედაქციას დაკავებების კადრებს აწვდიდა, არ დაემორჩილა პოლიციას. მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრები დღეს სასამართლო პროცესზე იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ძალოვანი უწყების თანამშრომლები ამბობენ ხოლმე, რომ მათ არ აქვთ სამხრე კამერები, ის დატოვეს ავტომობილში ან იყო გაუმართავ მდგომარეობაში და ვერ მოახერხეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების გადაღება. ახლა საინტერესოა რა მტკიცებულებას წარმოადგენს ძალოვანი უწყება, რადგან მინისტრი განმარტავს, რომ ჟურნალისტი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყო საპროტესტო აქციაზე და რომელიც უკანონოდ დააკავეს, პოლიციის მაღალჩინოსნის ლაშა სალუქვაძის მითითებით კანონს არღვევდა. ჩვენ მოქმედებ კანონის შესაბამისად და კანონით გათვალისწინებულია, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნა მისი დაუმორჩილება, ეს არის სამართლებრივად დაჯადი ქმედება, შესაბამისად ადამიანი, თუკი ჩადის მსგავს ქმედებას, ბუნებრივია მის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარებას. ერთის მხრივ ჩვენ წარვადგენთ ყველა იმ საჭირო მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე, სადაც განხილული იქნება თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, მოთხოვნების შეუსრულებლობა. რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ხდება ადამიანის შესახლება, სავალდებულოა და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანებების აღწერა, ასევე ის ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელი რომ მან შეიტანოს აკრძალული დაწესებულებაში, ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში და ეს არის მოთხოვნა, საერთაშორისო მოთხოვნა სტამბოლის პროტოკოლის. საპროტესტო აქციის გაშუქება არის თუ არა კანონდარღვევა. ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რადგან გიორგი მამნიაშვილი ტელეპირველის ჟურნალისტი სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საპროტესტო აქციას აშუქებდა. არის ამის არაერთი დამადასტურებელი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ გიორგი მამნიაშვილი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა მთავრობის კანცელარიასთან. მინისტრი ამტკიცებს, რომ ღირსების შემლახავი ქმედება არის პროტოკოლით დადგენილი იმისთვის, რომ დაზიანებები აღიწეროს, თუმცა ამ დრომდეც იზოლატორში რჩება არაერთი ადამიანი, რომელიც მიუთითებს, რომ მათ აქვთ დაზიანებები, თუმცა სასამართლო პროცესზე ამის შესახებ არაფერს საუბრობენ ხოლმე ალექსანდრე დარახველიძის უწყების წარმომადგენლები.